მოგესალმებით ვაშინგტონიდან პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე ვიმყოფები რესპუბლიკელების მოწვევით. პარალელურად ძალიან ბევრი ღონისძიება ტარდება, სულ 2 დღით ჩამოვედით და რაც თავარია საოცარი ასე ვთქვათ მხარდაჭერა, რომელიც აქვს ქართულ ხალხს, განსაკუთრებით იმ უპრეცედენტო მასშტაბის პროტესტის შემდგომ, რომელიც საქართველოში, იმიტომ რომ ყველა ხედავს, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვიბრძვით დემოკრატიული ძლიერი საქართველოსთვის, რომელიც ევროპისა და ევროატლანტიკური სივრცის ღირსეული წევრი იქნება და კონსენსუსია ერთი ადამიანის კი არ მინახავს, რომელსაც აქვს განსხვავებული აზრი, რომ არ შეიძლება მოხდეს აღიარება ივანიშვილის რეჟიმის, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე ქართულმა ხალხმა დაიბრუნოს ძალაუფლება და დავაბრუნოთ საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე და ამისთვის აუცილებელია პოლიტპატიმრების განთავისუფლება, ახალი არჩევნები, რომელიც საფუძველს დაუდებს ივანიშვილის რეჟიმისგან საქართველოს განთავისუფლებას. რის შემდეგაც აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან, კიდევ უფრო გაღრმავდება მეტი ეკონომიკური საინვესტიციო თანამშრომლობა და რაც თავარია მეტი მეგობრობა ჩვენს უდიდეს პარტნიორთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ასე რომ ივანიშვილის და ქართული ოცნების მითი, რომ 20 იანვრის შემდგომ მათთვის რამე სასიკეთო შეიცვლებოდა, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება და დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ალტერნატივა გარდა ახალი არჩევნების დანიშვნისა ამ თვითმართვია რეჟიმს ვერ და არ დარჩება. ძალა ერთობაშია და აუცილებლად გავიმარჯვებთ.